1968 წლის გაზაფხულზე პრაღის ქუჩებში თავისუფლების სურნელი ტრიალებდა. კომუნისტური პარტიის ახალმა ლიდერმა ალექსანდრე დუბჩეკმა ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო რეფორმები, რომელიც გულისხმობდა ცენზურის გაუქმებას, სიტყვის თავისუფლებას, ეკონომიკის დეცენტრალიზაციას. ჩეხებსა და სლოვაკებს გაუჩნდათ რწმენა, რომ იწყებოდა რაღაც სრულიად ახალი მათი ქვეყნის ისტორიაში. ამ პერიოდს შემდეგ პრაღის გაზაფხული უწოდეს. ეს იყო თავისუფლების ვირუსი, რომელმაც უდიდესი შიში გამოიწვია საბჭოთა კავშირის მმართველ კომუნისტურ ელიტაში. ხომ შეიძლებოდა ეს ვირუსი სოციალისტური ბანაკის მთელს აღმოსავლეთ ბლოკს მოსდებოდა. ამიტომაც საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა პრაღის გაზაფხულის ძირშივე მოსპობის გადაწყვეტილება მიიღო. 1968 წლის 20 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო ოპერაცია დუნაი. ვარშავის ხელშეკრულების 5 ქვეყნის, საბჭოთა კავშირის, ეს იყო ძირითადი დამრტყმელი ძალა, ასევე პოლონეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის 9 მილიონიანი ჯარი, ასევე 6000 ტანკი ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა. მშვიდობიანი მოსახლეობა დილით ტანკების გუგუნმა გააღვიძა. ჩეხოსლოვაკიის არმიას წინააღმდეგობის გაწევის ბრძანება არ მიუღია, თუმცა ქუჩებში ხალხი გამოვიდა. ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი. ხალხი მხოლოდ ერთ კითხვას უსვამდა რუსჯარისკაცებს: რატომ ხართ აქ? პროტესტის მშვიდობიანი ხასიათის მიუხედავად, ლოკალურ შეტაკებებს ემსხვერპლა 100-ზე მეტი ადამიანი. ასე გადათელა საბჭოთა კავშირმა ტანკების მუხლუხოებით პრაღის გაზაფხული. ალექსანდრე დუბჩეკი დააპატიმრეს და მოსკოვში გადაიყვანეს. კრემლის ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დუბჩეკი იძულებული გახდა ხელი მოეწერა ეგრეთ წოდებული მოსკოვის ოქმისთვის, რაც რეფორმების გაუქმებას და საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში დარჩენას ნიშნავდა. ჩეხოსლოვაკიას კიდევ 21 წელი მოუწია ლოდინი 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე, რომ ნანატრი თავისუფლება მოეპოვებინა.